პროგრამა, რომლითაც ძალიან მალე ყველა დევნილი მგზავრი იზეიმებს ახალ მოსახლეობას. სამოთახიანი ხო? დიახ, ძალიან სამოთახიანი. ჩემს მისაღები და ეს. ძალიან დიდი ამბავი. ვიღვიძებ საკუთარ ჭერქვეს. 130 ოჯახი გადმოვიდა ამ შენობაში. უკვე შარშან წლის ბოლოს გადავეცით გასაღებები, მაგრამ სანამ ავეჯი გადმოიტანეს, სანამ მოეწყნენ გათბობა ასე შემდეგ, დღეს უკვე ფაქტიურად ყველა ოთახი არის შევსებული და 130 ოჯახმა იზეიმა ახალ მოსახლეობას. ზუსტად აი ამ კორპუსის წინ შენდება ორი ახალი კორპუსი, სადაც 200 ოჯახი მიიღებს სექტემბერში ბინებს, თუმცა სექტემბრამდე არის კიდევ 300 ოჯახი, რომლებიც თბილისის ზღვაზე. მარტში 100 ბინა განაწილდება, 200 ბინა განაწილდება ივნისში და მთლიანობაში წლის განმავლობაში ამ კორპუსის გამოკლებით. ამის შემდეგ, ანუ ამის ზემოთ 600-მდე ადამიანი, 600-მდე ოჯახი მიიღებს ბინას თბილისში. მთლიანობაში საქართველოში წელს ბინას მიიღებს დაახლოებით 2200 დევნილი, ამას შედის სოფლის სახლის დაახლადაშენებული თუ რეაბილიტირებული კორპუსებიც და ეს პროგრამა გრძელდება და გაგრძელდება მომავალში. შესაძლოა ახლა დაშენებულ, ახლად გარემონტებულ ბინებში ეს არის ძალიან დიდი სიხარული ამ ხალხისთვის, ეს არის ძალიან დიდი სიხარული ჩვენთვის. მთლიანად 2013 წლიდან მოყოლებული ჩვენ 11000 ოჯახზე მეც გადავეცით საცხოვრებელი სახლი და დაუკანონეთ საცხოვრებელი სახლი. ამ პოლიტიკას ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ და შევეცდებით, რომ უახლოეს მომავალში დავასრულოთ სრულიად ეს მიმართულება და დავაკმაყოფილოთ ჩვენი დევნილი მოსახლეობა. ულოცავს უყვარს. ჩემი ოჯახი ცხინვალიდან დევნილია. უკვე 24 წელია, რაც ვცხოვრობ სასტუმრო კოლხეთში. ესე ძალიან მღელავ, ერთი სიტყვით ძალიან ძნელი სათქმელია ის ემოცია გამოხატო, რაც დღეს ხდება. დღევანდელ დღეს აი ამ ხალხთან ერთად და უფრო დიდი საზოგადოება არის კიდევ, ვინც დღევანდელ დღეს გასაღები მიიღო ბინის, დაგვიბრუნდა ღირსება. ძალიან ძნელი სათქმელია, როგორ ავწერო, უკან რომ მიხედები განვილი ცხოვრების გზაზე ხალხო, აი ეს არის დიდი სატანჯველი, ნამდვილად დიდი სატანჯველი, რომ ესეთი პატარა შვილებით ხელში ჩამოდიხარ უცხო ქალაქში, უნდა შეერწყა ამ ცხოვრებას, უნდა მიყვე კვალს ჩვეულებრივად და ეხლა თითქოს ადვილია, მაგრამ აქამდე ძალიან ძნელი იყო ცხოვრება.